მოგესალმებით შუადღე მშვიდობით, ჩემო ძვირფასებო 2:09-ია სამშაბათი დღე, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრადიციულად ეთერშია შუადღე ერთსულოვნებაზე და ტრადიციულად გადაცემას გაუძღვებით ია ბედოიძე და მე ირაკლი შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით ყველას, როგორც ყოველთვის მინდა მშვიდობიანი და წარმატებული დღე გისურვოთ. სანამ შუადღეს დავიწყებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ 24 მარტი არის. რა თქმა უნდა, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რა თქმა უნდა, ჩვენს უერთდებით, ჩვენ ტელევიზია და აი ესეთი გულსაბნევით გვირილა აქციით აღნიშნავს დღეს ჩვენი ქვეყანა. ამ დღეს და ჩვენ უერთდებით, რა თქმა უნდა და როგორც ყოველთვის მზად ვართ, რომ ხშირად ვისაუბროთ ამ თემებზე და ჩვენი კუთხით, რაც შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარების კუთხით. რაც შეეხება ჩვენს პირველ თემას, გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით ახალი საპილოტო პროექტი იქნება და პროექტი იწყება, უბრალოდ უკვე შეიქმნა ეს პროექტი და რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრი ახორციელებს ამ პროექტს. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, ძირფას ტელემაყურებლებო, ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გიორგი გოგიტიძე, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრის უფროსი, მოგესალმებით გიორგი. ქავტონი ხათუნა ჩიკვილაძე, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი, გამარჯობა ქავტონი ხათუნა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია კლუბ ჯორჯიას წარმომადგენელი თაკო ჯანანაშვილი. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და უნდა ითქვას დასაწყისში, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია დგას ჩვენს ქვეყანაში. საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც მუშაობს ამ თემებზე და ამ საკითხებზე და ძალიან მიხარია, რომ საჯარო სექტორი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვნენ და მუშაობენ. პირველ რიგში მინდა თქვენ კითხოთ, რას მოიცავს აღნიშნული პროექტი, რომ გავაცნოთ მაყურებელს უფრო ცვლად და დეტალურად. პროექტი დაფინანსებულია UNDP-ის მიერ. ეს არის საპილოტო პროექტი. ჩვენი პარტნიორები არიან კლუბ ჯორჯია. ისინი ალბათ თავის საქმიანობაზე შემდეგ ისაუბრებენ. ჩვენ როდესაც დაიწყო პროექტი, ვიფიქრეთ თუ სად შეიძლება კონკრეტულად ამ პროექტის განხორციელება და ავირჩიეთ საგურამოს კომპაქტური ჩასახლება, სადაც არიან ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა, აფხაზიან იძულებით გადაადგილებული პირები. მოიცავს ნარჩენი მასალების სორტირებას. ანუ პრაქტიკულ ასპექტში ავხსნით თუ რა. მოდი მე ამოვიკითხავ ამ სახელწოდებას. გარდაუქმნათ უსარგებლო, სასარგებლო, ჩიამცირე გადაამუშავე გამოიყენება. აი სწორედ მანდ ვართ ჩვენ. ნარჩენი არის სასარგებლო, რაც უკვე ევროპის ქვეყნებს ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს ეს ათვისებული, რეალურად ბიზნესაც აკეთებენ და ქვეყანასაც ეხმარებიან. თუნდაც ეს ფურცლები სამ ეთერში შემოვიდოდ საუბრობდით, რომელიც ეთერის შემდეგ მე და იას აღარ გჭირდება, შესაძლებელია რომ გამოვიყენოთ, ესე იგი, სასიკეთო მიზნით და უკვე გარდაუქმნათ და ისევ შემდეგ დავაბრუნოთ მოხმარებაში. კი, რა თქმა უნდა. სწორედ ჩვენმა ორგანიზაციამ ამ ჩვენი უცხოელი მეგობრობის და კლუბ ჯორჯიას გამოცდილებით ჩვენ დავამონტაჟებთ კლუბ ჯორჯიასთან ერთად საგურამოში კოლექტიურ ჩასახლებაში სამი ფერის ნარჩენების კონტეინერს, სადაც საგურამოში ცხოვრობენ დევნილები გააკეთებენ ნარჩენების სორტირებას. ანუ ორგანულ ნარჩენს ცალკე ჩაყრიან მაკულატურას. ბატონო? დაყოფას, ხო, სორტირებას. მაკულატურას ცალკე და პლასმასის ბოთლი იქნება თუ მსგავსი რამ ცალკე. შემდეგ უკვე ხდება ჩვენს მიერ შენდება პატარა მინი საწარმოს ძალიან ისეთი ამბიციური ფერტილაიზერი ქვია ესე რომ ვთქვა, სადაც მოხდება ამ ორგანულ ნარჩენის გადამუშავება და გამოიყოფა ორგანული სასუქი, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის ძალიან ფასეული. და უკან დაუბრუნდება ამდენივ მოსახლეობას ეს ორგანული სასუქი, მათ წამოიღებთ ნარჩენს და მიგვაქვს სასუქი. მხოლოდ საგურამო შემოიფარგლება. და რატომ დაიწყეთ აი პირველ რიგში საგურამოდან საინტერესო? პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თვითონ დევნილ მოსახლეობასთან ჩვენი არასამთავრობო გამოცდილებით ძალიან ადვილია მუშაობა. იმიტომ რომ ისინი არიან ძალიან შეკრულები, ძალიან სმარტები, რეალურად ეს ფაქტია და უყვართ აი ეს ინოვაციების ათვისება. პლუს ამას ადგილმდებარეობით არის შეკრული ადგილი არის, სადაც ადვილად მოხდება ამის მენეჯმენტის გაკეთება, რეალურად პროექტი არ არის ძვირადღირებული და შესაბამისად ერთი კონკრეტული ადგილი გვინდოდა. და ამავდროულად რაც ყველაზე მთავარია, მოხდება იქ თემის მობილიზება დევნილების, ისინი ერთობლივად შეეჩვევიან მუშაობას და ჩვენს დავინახავთ თუ რა ხარვეზები
წავაწყდებით, რომ შემდეგ უკვე რეკომენდაციის სახით დაიწერება, გადაეგზავნება სახელმწიფო სტრუქტურებს, გადაეგზავნება თბილისის მერიას, რა თქმა უნდა დონორსაც გაეცნობა ეს სიტუაცია და უკვე მე ერთობლივად პროფესიონალები ანუ საერთაშორისო გამოცდილებაც ხო არსებობს ამ კუთხით, იმიტომ რომ მრავალ ქვეყანაში ჩატარებულა ალბათ და მსგავსი საწარმოები, როგორც თქვენ ბრძანეთ მინის საწარმო და არსებობს ალბათ სხვა ქვეყნებში ძალიან დიდი საწარმოები, რომელიც სპეციალურად აი ამ კუთხით მუშაობს. რა გამოცდილებით სარგებლობთ და ეს რეკომენდაციები, რომლებიც თქვა ჩვენ ყავდა რეგიონალური განვითარების სამინისტროდან მოწვეული ქალბატონი მედია ჩაჩხიანი, რომელმაც გაგვიზიარა ავსტრიის გამოცდილება, იმიტომ რომ ავსტრიის გამოცდილება არის ყველაზე საინტერესო ჩვენს მიმართულებით. რამდენიმე მაგალითი შეგიძლია გითხრა ამ გამოცდილებასთან დაკავშირებით? ანუ იქ არის აშენებული, ჯერ ესეთი დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ამბობს, რომ არავინ ნაგავს ქუჩაში არ არის. ეს ანუ თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ იგივე ვენაში და მე დაინახოთ, რომ ადამიანი ჩვეულებრივად, ანუ მე არავის არ მოუწოდებ ამის, მაგრამ იქ ეს ფაქტები იქაც მიმდინარეობს. უბრალოდ იქ არის მენეჯმენტის სწორედ დაწყობილი. მე მყავს მეგობარი, რომელიც ცხოვრობს ავსტრიაში და იმ დღეს ერთად ვიჯექით და მოვიდა SMS-ი, რომ ხვალ თქვენს პლასტიკური ნარჩენების კონტეინერს გაიტანენ და გთხოვთ დაახვედოთ. ანუ მენეჯმენტი აწყობილი, შემდეგ ეს მიდის, მაგალითად არის ქარხანა, სადაც გადამუშავდება ეს, მიიღებენ ელექტროენერგიას, მიიღებენ ისევ მაკულატურას, რომელიც ისევ ბრუნვაში რჩება და თვითონ ეს ეკონომიკაზე ქვეყნის განვითარებაზე ძალიან ისახება. ჩვენ კიდე მიგვაქვს ალბათ გდანის ნაგავსაყრელი თქვა, ну ძალიან ისე ზოგადად. განში არა. ხო, აღარ, ну თქვა. ლილოში. ლილოში თქვა, სადაც ხდება უკვე იქ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეს თვითონ იქაურმა ალბათ ქალბატონიც ისაუბრებს, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ეს პირდაპირ აისახება ადამიანთა ჯანმრთელობაზე, აი თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით. საინტერესოა თქვენი აზრი პირველ რიგში ამ პროექტთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ზოგადად მდგომარეობაზე დაგვეცნათ. პროექტთან დაკავშირებით რასაკვირველია აზრი მაქვს ისეთი, რომ ძალიან კარგი ეს ინიციატივა და მისი წარმატებით განხორციელება. თუმცა უნდა ითქვას, რომ არა მარტო არასამთავრობო სექტორის, არამედ ყველა თითოეული ჩვენთაგანისვალია, რომ ნარჩენების მართვის სწორმართვაში ვიყოთ ჩართულები და ჩაბმულები და საკუთარი პასუხისგებლობა გავაცნობიეროთ. ერთი მხრივ სამთავრობო პოლიტიკა უკვე ძალიან პრიორიტეტად აყენებს ნარჩენების სწორმართვას. კერძოდ რა იგულისხმება ამაში? პირველად მოხდა, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის კანონი შემოვიდა. ერთია კანონი, რომელიც არსებობს, მიღებულია მთავრობის მიერ, მაგრამ ყველაზე მთავარია ამ კანონმა რომ იმუშაოს და ამაში უკვე არა მარტო მთავრობის, არამედ მოსახლეობის პასუხისგებლობისა და ჩართულობის თემა დგება. დღეს როდესაც ნაგვის გადაყრის კუთხითაც კი პრობლემა დგას და შემოვიდა ამ კუთხით ჯარიმებიც, ხო, იმიტომ რომ იყო ქალაქში პრობლემა. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად მარტივად გადავა ეს ყველაფერი, თუნდაც იმაზე, რომ ეს ყველაფერი მოხდეს დიფერენცირებული და განსხვავებული ფერის უნებზე. აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. ეს მოხდება აუცილებლად, იმიტომ რომ აბსოლუტურად ვეთანხმები არასამთავრობო სექტორს და საერთოდაც ესეა მიღებული, რომ რესურსი არის ნარჩენი და არა გადასაგდები რამ. ყოველთვის შეგიძლია რომ გამოიყენოთ და ეს არის მრავალწლიანი პრაქტიკა უკვე გამოცდილი. ჩვენ რაღაი გვაქვს კანონი ესერთი და გვაქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, მოთხოვნები, რომელიც ხელმოწერილი იქნა საქართველოს მიერ და აღიარებული როგორც შესასრულებელი, გულისხმობს ზუსტად ნარჩენების მართვას იერარქიის პრინციპის მიხედვით. თავიდან იწყებ იმით, რომ უნდა შეამცირო, არ გამოიყენო, ხელახლა გამოიყენო, რეციკლირება, ხელახალი პროდუქცია მიიღო, შემდეგ არის უკვე ენერგიის აღდგენა და ბოლოს განთავსება. ჯერჯერობით ჩვენ განთავსების ეტაპზე ვართ და ნელ-ნელა მოხდება შემდგომი ეტაპების დანერგვა და ჩანაცვლება და შემცირება განთავსებას. ბატონ ხათუნა, ყველაზე მთავარი პრობლემა ალბათ არის, რომ ნებისმიერ საკითხი, რომელიც ნოვაცია, ახალია, შემოდის და ინერგება ჩვენს ქვეყანაში და მოსახლეობაში, ალბათ ყველაზე მთავარი პრობლემა არის ადამიანების ცნობიერების ამაღლება. აი რა კეთდება ამ კუთხით, რომ თქვათ ადამიანების შეგნებამდე, ჩვენ შეგნებამდე მოვიდეს, რომ ნაგავი უნდა ჩავაგდოთ იქ, სადაც საჭიროა და შესაძლებელია შემდეგ აი ეს გარდაქმნა და სასadzრობის გამოვიყენოთ. დავაბრუნოთ ექსპლუატაციაში ისევ და ჩვენი საქმე. ძალიან ბევრი რამ კეთდება. ნუ ჯერ ეს ერთი შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. ის რომ ეს პროექტი აიხა დაიწყო. მანამდე უკვე მეორე ეტაპი მიმდინარეობს Clean Up Georgia's პროექტის, რომელიც შვედეთის მთავრობამ დააფინანსა. ეს გახლავთ ზუსტად ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ჩართულობა და კონსორციუმი ახორციელებს ამას. არასამთავრობო ორგანიზაციების, მწვანეები, ეკოხედვა და
ორქისი. ასე რომ პრაქტიკულად ეს არის უწყვეტი პროცესი, სადაც მოსახლეობის ყველა დონე უნდა იყოს ჩართული. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე გახლავთ ის, რომ კანონი უკვე მკაცრ ჯარიმებს აწესებს დამრღვევებისთვის. თუმცა პირველ რიგში ადამიანს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ მისი საქციელი არის დასჯადი და შემდეგ უკვე მოსთხოვთა სერვისიც უნდა მიეწოდოს, რომ კონდეს ადგილი, სადაც დაყაროს ეს ნარჩენი, ჩაყაროს კონტეინერი და თუ ეს არ ექნება, შესაბამისად ვერ მოსთხოვთ, რომ კანონ აღსრულება განხორციელდეს. ძალიან გამკაცრებულია დასჯა დაყრაზე, რომელსაც სამი ორგანო უზრუნველყოფს აი ამ აღსრულებას, თუ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ არ იცით, ეს გახლავთ ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურები ყველგან, გარდა ამისა ეს არის გარემოს დაცვის ინსპექციის შესაბამისი სამსახური და პატრული. ეს სამი უწყება იქნება პასუხისმგებელი და მაკონტროლებელი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს მოსახლემ კიდევ ერთხელ ინფორმაციის მიწოდება არ იქნება ზედმეტი, რომ თუ დაყრია ნებისმიერ ადგილზე, მანქანიდან გადმოაგდებენ, გაივლიან დააგდებენ 2 კილოგრამამდე 2 კილოგრამისებით, ეს არის უკვე სერიოზული ჯარიმა, რომელიც მათ ბიუჯეტს მართლა დაეტყობა. დიახ, იმიტომ რომ ჩვენ რეალობიდან გამომდინარე, მართლა საკმაოდ სოლიდური თანხა. ქალწულ ხათნად ვიცით, რომ თქვენ რეგიონებში მუშაობთ აი ამ კუთხით და ძალიან კარგად იცნობთ ამ მდგომარეობას, საინტერესო ამ კუთხით რა ხდება? ალბათ უფრო მძიმეა ვითარება რეგიონებში, ვიდრე დედაქალაქში. იცით რა, მთლიანად საქართველოში თითქმის ერთნაირი სურათია, იმიტომ რომ რეგიონებში ერთადერთი პრობლემა, რაც გახლავთ, ეს არის სერვისის მიწოდება სოფლებისთვის, ანუ სოფლებიდან გამოტანა ნარჩენების. ხოლო რაც შეეხება ცენტრებს, რეგიონულ ცენტრებს, ის პრაქტიკულად უზრუნველყოფილია როგორც კონტეინერებით, ასევე ამ ძალიან პრობლემატურია, როდესაც აი გზაზე მივდივარ, ცენტრალური მაგისტრალები, დამაკავშირებელი გზები. რა თქმა უნდა და სულ ვაწყდები, როდესაც მე ავტომობილით მოძრაობ, ცელოფნის პარკებს, თუმით უმეტეს ცოტათი ქარიანი ამინდია და ქარი უბერავს, როგორც კი მცხეთას მივუახლოვდებით, უკვე მოფენილი არის. ახეთისკენ თუ გიცდია. კი ბატონო, იქეთაც მსგავსი. და მდინარეში ძალიან ხშირად გვინახავს, რომ მდინარეში ნაპირზე რატომღაც ძალიან ცუდი ტრადიცია, იმ მოტივით აკეთებს მოსახლეობა ამას, რომ მოვარდება წყალი და წაიღებს, თუმცა საწაიღებს ისევ ჩვენ გვიბრუნდება საბოლოო ჯამში, არაფერი არსად არ იკარგება. სირაქლემის პოზიცია ქვია. არსად არ იკარგება. იცით როგორია, აი ამ დაყრაზე ზუსტად არის სერიოზული ჯარიმები და აი ეს დაყრა სერიოზულად გაკონტროლდება. ჩვენი სამსახური რაც არის მყარნაჩენების მართვის კომპანია, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ყველგან რეგიონში არსებული ნაგავსაყრელის მართვაზე, მუნიციპალური ნაგავსაყრელზე, ну გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. საქმე იმაშია, რომ მუნიციპალიტეტები პასუხისმგებლები არიან ზუსტად იმ პრობლემის მოგვარებაზე, რაც არის ასე უკონტროლო დაყრილი ნარჩენები. ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან ერთად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, რომ დასუფთავდეს ის ადგილები, კომპანია რასაკვირველია მზად არის, რომ მიიღოს ის დასუფთავებული ნარჩენი და განათავსოს უკვე შესაბამისად და არა უკონტროლოდ, იმიტომ რომ ჩვენს გამგებლობაში და ჩვენს იურისდიქციაში რაც შედის ნაგავსაყრელი ყველა არის სწორად მართული, ხდება ნარჩენების დატკეპნა, გადაფარვა, რომ არ მოხდეს მისი გარეთ გაბნება, ყველა ნაგავსაყრელი შემოღობილი და ეტაპობრივად მთლიანად დამთავრდება. 52 ნაგავსაყრელი გვაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიც საკმაოდ სერიოზულ შრომას მოითხოვდა და განხორციელდა. ეს არის სამთავრობო მხარდაჭერით და სამთავრობო ბიუჯეტით გაკეთებული, მაგრამ ერთია რომ რაღაცა ცენტრალურად იმართება და მეორეა რომ ყველა მოსახლე უნდა ფიქრობდეს იმას, რომ წარმოქმნის ნარჩენს სად მიაქვს, როგორ მიაქვს და პასუხისმგებლობა. რეგიონებში არის ეს ტექნიკური მხარდაჭერა, თუნდაც გატანის კუთხით, ხალხად. არის რასაკვირველია, თუმცა ჭირდება გამართვა ახლა სისტემას, არის მოძველებული მანქანები, არასაკმარისი კონტეინერები და ისევ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა მთავრობიდან, რომ მოხდეს შესწავლა, რა რაოდენობით არის საჭირო აღჭურვა აი ამ რეგიონების, ოღონდ მოხდება ეტაპობრივად. ჯერ ალბათ ყველაზე ისეთი პრიორიტეტული ადგილები, როგორიც არის სანაპირო ზოლი, ტურისტებისთვის უფრო საინტერესო ადგილები, დროულად ყველაფერს ვერ გააკეთებთ და შემდეგ მთელი საქართველო უნდა იყოს მოცული. ამას კანონის მოითხოვს. კი ბატონო, ასევე მე მინდა ჯორჯიას წარმომადგენელი ჩავთოთ. ჩვენ საუბარში, როდესაც მან თქვა, რომ ეს დაინტერესდა ჩვენი ქაღალდებით შემდეგ რა ბედიელის. მოდით მაშინ გითხარით ჩვენ და ჩვენს მაყურებელს, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩვენ გაცემა მორჩება და ეს იქნება ჩვენს აბსოლუტურად უსარგებლო ნივთი.
პირველ რიგში ღონეს მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ზოგადად ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ აქტუალურია. ყოველ შემთხვევაში ჩემამდე საკმაოდ ამომწურავდი საუბრეს, რა სათქივარია ამ ეტაპზე საქართველოს და რა გამწვევების წინაშე ვდგავართ. რაც შეეხება ზოგადად კუბ ჯორჯიას და იმას თუ აი ამ ფურცელს რა შეიძლება გავუკეთოთ, საკმაოდ მარტივია, იმიტომ რომ უკვე არსებობს ერთ-ერთი პირველი, უბრალოდ ასეთი სერვისი უნიკალურია, სხვა არ მიეწოდება ამ ეტაპზე საქართველოს, ეს არის თბილისში დაარსებული ორგანიზაცია. უფრო ვიტყოდი რომ სოციალური წამოწყება, რადგან ეს არ არის ბიზნესი, ეს უფრო კოოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებას, ანუ დაცალკევებას მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით. ეს გულისხმობს, რომ ახლა ეს ფურცელი, რომელიც აქ უკვე ამჟამად საჭირო, თუმცა შემდეგ უკვე აღარ იქნება საჭირო, გადაიქცევა რესურსად, რომელიც სხვა უფრო საჭირო ნივთის შესაქმნელად გამოიყენება. სწორედ ამას უზრუნველყოფს კუბ ჯორჯია თავისი სერვისით, რომელიც მოიცავს იმას, რომ აქვს სამი სხვადასხვა ურნა, კონტეინერი, რომელიც განკუთვნილია როგორც პლასმასისთვის, ასევე ქაღალდისთვის და მინისთვის. და უკვე აი ამ ახალი პროექტის ფარგლებში კუბ ჯორჯია გეგმავს და იმედი მაქვს, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთვა მოსახლეობა ამაში და წარმატებული იქნება ზოგადად ეს პროექტი, დავამატოთ ერთი მწვანე ურნა, რომელიც ორგანული ნარჩენებისთვის იქნება განკუთვნილი. ანუ ტექნიკურ მხარეს თქვენი კომპანია უზრუნველყოფს ამ პროექტის სერვისი, რომელიც ემსახურება მოსახლეობას, მოსახლეობიდან ნარჩენების სეპარირებულად გამოტანას, ანუ მე და როგორ ახერხებთ ამ ძალიან საინტერესო, ანუ ძალიან დიდი ქსელი მუშაობს თბილისში, ვთქვათ, ორგანიზაციის. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ პატარა ქსელი მუშაობს, ნამდვილად ეს არის სულ რაღაც ორი მანქანა და ერთი მძღოლი, თუმცა რეალურად მთელ თბილისს ვერ მოვიცავთ. ვაღიაროთ, რომ ეს არ არის მთელი თბილისის მასშტაბით, თუმცა მოთხოვნა ძალიან დიდია. მოხალისეებით უყავთ? მოხალისეებით დიახ, თუმცა მაგალითად ორი მანქანა და ორი მძღოლი რო საერთოდ ძღოლო, არ თავხდებიან ესეთ ყოველ შემთხვევაში მოხალისეები ნამდვილად კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ არაფერი ისე არ მინდა, ეს მინდა ხოლმე ყოველთვის გავაჟღერო, რომ არი ფიქრობთ, რომ თითქოს ამ საკითხს დახურულია და ამაზე ვიღაცა ზრუნავს. არაფერი არ გამოვა არც კუბ ჯორჯიას და არც ნებისმიერ პროექტს, თუ კი არ იქნება ამაში ინდივიდების ცალკეული მოსახლეობის ჩართულობა. ნამდვილად, იმიტომ რომ ეს აუცილებლად ეს თითოეული ფურცელი უნდა იქნას მიტანილი, ერთია რომ ეს ურნა დგას, ერთია რომ ზოგადად კანონი არსებობს, რომ ნარჩენები უნდა სეპარირდეს, თუმცა უშუალოდ მოსახლეობა თუ არ ჩართულობა ამაში და არ განახორციელებს, წარმატება ნაკლებად იქნება. ამიტომ ჩვენი დიდი იმედი გვაქვს. და თქვენ სად მიგაქვთ ეს ნარჩენები საინტერესო საგურამოში განთავსებულ, თქვათ, მინსაწარმოში თუ რაიმე სხვა არსებობს კიდე? რა თქმა უნდა, სეპარირებული ნარჩენები იმის მიხედვით, რომელ ან სხვა ქარხანა არის და ეს ნარჩენი მიდის იქ მინის ქარხანაში, შემდეგ ქაღალდის ქარხანა შემოც ლილოში მდებარეობს, მინაქსანში მდებარეობს, ვახსენებ ბარემ, მუყავა მიდის ეროვანში და უკვე ორგანულ ნარჩენებზე ეხა მზადდება ხარ. მესმის რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი და დაინერგოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება თქვას, რომ ხა იმდენი პრობლემა მაქვს, სად დავიწყო ამის რჩევა, ამ ყველაფერს, მაგრამ ნელ-ნელა ალბათ იმედი გვაქვს, რომ ეტაპობრივად ეს ყველაფერი შეიძლება, ეს ცნობიერება შეიძლება. დამატება მინდოდა მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ პროექტში ჩავშლით თესეუს ეკო-კლუბი, რომელთანაც გუშინ მყავდა სხვათა შორის ჩვენს ბავშვები. ამ კვირაში გვექნება შეხვედრა, სამუშაო შეხვედრა, შემდეგ უკვე როდესაც ეს პროექტი აეწყობა მთლიანად, აუცილებლად ვაპირებთ სტადიტურივით გაკეთებას თაგურამოში, აუცილებლად მოგიწევთ თქვენს წამობზანეთ თქვენი თვალით და დაელაპარაკეთ ცხოვრობ მოსახლეობას და ერთად ვნახოთ რა გამოვა. კი, სანამ დაველაპარაკებით და სანამ გავეცნობთ, ზუსტად ეს კითხვა მინდოდა დამესვა და ილგურად მიხვედი კიდევაც იქამდე, როგორ შეხვდა იქაური მოსახლეობა და რას ამბობენ? კიდევ ერთხელ თქვი და დავიმეორებ, რომ დევნილ მოსახლეობასთან მსგავს პროექტებს მუშაობით არის ძალიან კომფორტული ჩვენთვის, იმიტომ რომ ისინი მოყვებიან, ძალიან ინოვაციურები არიან, ძალიან აინტერესებს გავსი ჩართულობა და ძალიან გაუხარდა. ალბათ იმიტომ რომ ძირითად პრობლემა იმ ადამიანებს ალბათ საერთო აქვს და აი ეს გუნდურობა სწორედ აი აქედან სწორედ აქედან იქ როგორ არის ხა თქვა თბილისის რომელიმე სადარბაზო რა ვიღოთ ცხოვრების დონე ყველა ოჯახს აქვს სხვადასხვანაირი, ხო? იქ რეალურად ყველას თითქმის ერთ ლეველზე დგას, ესე რომ ვთქვათ, ჟარგონს ვიხმარ. ერთ დონეზე. მოდი ძალიან დაახლოებით 2 წუთი გვაქვს საერთოდ დარჩენილი, მინდა გთხოვთ სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ, რა უნდა გაკეთდეს ეს აი ახლო მომავალში აი ამ კუთხით. და თქვენი 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 გზავნილის თუ შეიძლება ამაყურებლის მხრიდან რას ურჩევდით? სამომავლოდ უნდა გაკეთდეს ამ თემის პოპულარიზაცია და უნდა ვიფიქროთ რაღაცას, რომ შენ იღებ და ქუჩაში აგდებ, ის შენს შეიძლება შულთაშულს დახვდეს
10 წლის მერე, 100 წლის მერე საკვებში. ანუ უნდა იფიქრო ის შენ სახს ააფინანსურებ. თბილისი არის ჩვენი სახლი, საქართველო არის ჩვენი სახლი. აქედან გამომდინარე უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რაზეც მივიდა ევროპა სადღაც 10 წლის უკან. აბსოლუტურად ვეთანხმები, ეს მოწოდება არ უნდა დარჩეს მარტო სიტყვებად და რაღაცა ისეთ კარგ სურვილებად, ყველას აქვს ეს პასუხისმგებლობა და მე ვისურვებდი კი არა, აი ნამდვილად ვთხოვდი ყველას რომ იფიქროს, როდესაც რაღაცას აგდებს, ქუჩაში იქნება თუ სახლში იქნება, იმიტომ რომ ნარჩენის გამოყენება შეიძლება და თქვენ შეგიძლიათ ეს ფურცელი სანამ გადაგდეთ, მეორე მხრიდან დავეჭროთ ცოტა შორის და შემდეგ უკვე გავუშვათ გადამუშავებას. დავსი გამოცდილება გავხსნათ. აღარ არის ხოლმე ამასაც ვაკეთებთ ხშირად. ნამდვილად და მეც ორის ტყვით ვიტყავდი რომ შემოგვერთდით, ანუ მიმართავ ყველას, იმიტომ რომ ნამდვილად თითოეული გადაგდებული ნარჩენი ისე ბრუნდება ჩვენთან იწამლება წყლები, რომელთაც ირწყვება შემდეგ პროდუქცია, რომელსაც ჩვენ მივთ. ანუ ეს უკვალოდ არ ქრება. ჯაჭვური რეაქციით ესე იგი. ყველაფერი ბრუნდება უკან, ამიტომ გთხოვთ ჩაერთოთ და დავასრულებდი კუბ ჯორჯიას დევიზით გადაარჩიე ნაგავი, გადაარჩინე ბუნება. გაიხარეთ, დიდი მადლობა. გადავარჩინოთ, რა თქმა უნდა, ბუნება აუცილებლად ეს თითოეული მათგანის მოვალეობაა, იმიტომ რომ ჩვენი სახლი არის ნამდვილად ჩვენი საქართველო. დიდი მადლობა. და მე დარწმუნებული ვარ და უბრალოდ ვიცი დარწმუნებული ვარ კი არა, რომ ბევრი კარგი პროექტი გაქვთ ამის გარდა თითოეულ თქვენგანს, თუმცა ჩვენ არ გვაქვს იმის დრო რომ ყველა პროექტზე ვისაუბროთ, მაგრამ გვერდებით რომ მომავალში შემდეგ გადაცემებში გელოდებთ, კი ბატონო, დიდი შედეგებით. დიახ, აუცილებლად. ჩვენი გადაცემა გრძელდება, ჩემო ძვირფასებო, როგორც ვიცით, შუადღე ყოველთვის არის განსხვავებული. გვაქვს 4 ბლოკი და 4 ბლოკში ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე. მეორე ბლოკში შევხვდებით ურაცემით. სტუდენტური ოლიმპიადაზე ვისაუბრებ, ძალიან საინტერესო თემაა, ბევრი სტუდენტია ამ ყველაფერში ჩართული. თუ რას მოიცავს და რის საშუალებას აძლევს ეს სტუდენტური ოლიმპიადა ახალგაზრდებს, ამაზე უკვე ჩვენი სტუმრები დეტალურად გვეტყვიან, ასე რომ დაგვალოდეთ.